ეთერშია კურიერი 3 საათზე ახალ ამბებს თამარ ურუშაძე გაგაცნობთ. საქალაქო სასამართლომ ჯაშუშობაში ბრალდებულ გიორგი უძილაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დაკმაყოფილდა ბრალდების მხარის შემდგომლობას. ხდომას ბრალდებულიც ესწრებოდა. პროცესი დაწყებისთანავე დაიხურა, რადგან საქმეს გრიფით საიდუმლო ადევს. სუსის ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებს გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ სადაზვერო ხასიათის ინფორმაციას სისტემატურად გადასცემდა. კურიერის ინფორმაციით, ქვეყანა, რომლის სასარგებლოდაც უძილაური მუშაობდა ერთ-ერთი ევროპული სახელმწიფოა. ნანა გოგატაძეა დეტალებით პირდაპირ ეთერში. ნანა, გისმენთ. უმძიმესი ბრალდებით დაკავებული გიორგი უძილაური თბილისის საქალაქო სასამართლოში საკუთარ პროცესზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დროებითი მოთავსების იზოლატორიდან იქიდან, სადაც მას გუშინ ოფიციალურად გააცნეს ბრალის დადგენილება, დაახლოებით 1 საათზე გადმოიყვანეს. დღევანდელი ხდომა კი სულ რაღაც 40 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა, იყო დახურული მედიისთვის, ვინაიდან საქმეს გრიფი ადევს. მსაჯულმა დავით ყურტანიძემ სრულად გაიზიარა სახელმწიფო ბრალდების შუამდგომლობა და დაკავებული კვლავ პატიმრობაში დატოვა. ჩვენ გქონდა შესაძლებლობა ხდომის დასრულების შემდგომ გავსაუბრებოდით დაცვისა და ბრალდების მხარეებს, თუმცა მხარეთა პოზიციები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია. ადვოკატი ამბობს, რომ საქმეში არ დევს არანაირი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობას დაადასტურებს, თუმცა ადვოკატი ჩვენთან საუბარში ამბობს იმას, რომ საქმე არის საკმაოდ მოცულობითი და საქმის მასალებში მტკიცებულებების სახით დევს ფარული აუდიო და ვიდეო ჩანაწერები. რაც შეეხება სახელმწიფო ბრალდებას, პროკურორის ინფორმაციით, საქმით დასტურდება და საგამოძიებო მოქმედებებით დასტურდება ის, რომ გიორგი უძილაური უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის თანამშრომლებისთვის ჯაშუშობდა და აწვდიდა სხვადასხვა სახის ინფორმაციას, მათ შორის საუბარია საქართველოში არსებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ვითარებაზე, ასევე სამართალდამცავ ორგანოებში არსებულ ვითარებაზე. თავად ბრალდებულის პოზიციას რაც შეეხება, გუშინვე იყო ცნობილი, რომ გიორგი უძილაური დუმილის უფლებას იყენებს, ამ დროისთვის გამოძიებასთან არ თანამშრომლობს და ადვოკატის ინფორმაციის ჩვენების მიცემაზეც უარს ამბობს. ვინაიდან ბრალს არ ვაღიარებ და ვთვლით, რომ მტკიცებულებები საქმეში არ არის იმისთვის, რაც ბრალად აქვს შერაცხული ჯაშუშობის მუხლით. აქედან გამომდინარე, ჩვენი პოზიცია იყო აღკვეთი ღონისძიების გარეშე დატოვება ბრალდებულის, რაც სასამართლომ არ გაიზიარა. არ ეთანხმება ბრალს, იმიტომ რომ არც საქართველოს ინტერესების საზიანო რაიმე სახის ინფორმაცია საქმეში, მე ესე ვფიქრობ და თვითონ ვფიქრობს ასე და არც უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან რაიმე კავშირი. დამადასტურებელ მტკიცებულებაში. ფარული აუდიო და ვიდეო მასალა მათ შორის საქმეს აქვს გრიფის სრულიად საიდუმლო და ამასთან დაკავშირებით კითხვა აღარ დამისვათ, ვერ მოგცემ. ბრალდებული უცხო ქვეყნის დაზვერვის დავალებით საქართველოში აგროვებდა სხვადასხვა სახის ინფორმაციას, მათ შორის ინფორმაცია სამართალდამცავი სტრუქტურების მუშაობის შესახებ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური და ეკონომიკური გარემოებებთან დაკავშირებით, ასევე ეთნიკური უმცირესობების შესახებ. მოპოვებული არის პირდაპირ მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ ჯაშუშობის ფაქტს. საქმეზე გამოძიება არის მიმდინარე პროცესში, არის ჯაშუშობის ფაქტი, შესაბამისად დამატებითი ინფორმაციის გაჟღერება, რა თქმა უნდა, დააზიანებს როგორც გამოძიების, ასევე სახელმწიფოს ინტერესებს. მადლობა. ჯაშუშობის სქემა კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის სამსახურმა გაშიფრა და არაერთი ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გამოძიებამ დაადგინა ის, რომ გიორგი უძილაური წლების განმავლობაში პირადი კონტაქტებისა თუ მოქმედი და ყოფილი თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენებით ჯაშუშობდა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებისთვის. რუსთავი 2-ის ინფორმაციით საუბარია ერთ-ერთ ევროპულ სახელმწიფოზე, თუმცა კონკრეტულად რომელ ქვეყანაზე ეს ჯერჯერობით უცნობია. უძილაურს ბრალი აქვს წარდგენილი სიცხლის სამართლის კოდექსის 314 მუხლით, რაც ჯაშუშობას გულისხმობს და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 8-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება. მადლობა. ნანა გოგატაძე საუბრობდა საქმის დეტალებით კურიერის პირდაპირ ეთერში.
4 ოქტომბრის საქმეზე დღეს სავარაუდოდ პაატა ბურჭულაძის, მურთა ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის და კიდევ 6 პირის განაჩენი გამოცხადდება. სხდომა საქალაქო სასამართლოში უკვე 2 საათია მიმდინარეობს. პროცესზე დაცვის მხარე და ბრალდებულები დასკვნით სიტყვას ამობენ. დაკავებულებს ბრალდებათ ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, მოწოდება კონსტიტუციური წყობილების ძალადობის შეცვლისა და ხელისუფლების დამხობისკენ. საქალაქო სასამართლოდან გვექნება ახლა კიდევ ერთი პირდაპირ ჩართვა. ამჯერად ანუკა ბუავა მოგვიყვება დეტალებს. გისმენთ ანუკა. ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეზე დაკავებული ორგანიზატორების პროცესი საქალაქო სასამართლოში 2 საათნახევარია, რაც მიმდინარეობს. დასკვნით სხდომას ესწრება ყველა ბრალდებული ირაკლი შაიშმელაშვილის გარდა, რომელსაც ბრალდება, როგორც მაყურებელმა იცის, დაუსწრებლად წარედგინა და მასზე ძებნა არის გამოცხადებული. შესაბამისად, სასამართლო პროცესი, როგორც წინა გამოშვებაშიც თქვით, დღეს დაიწყო დაცვის მხარის საბოლოო სიტყვით. ადვოკატები პროცესზე ცდილობდნენ კიდევ ერთხელ დაერწმუნებინათ მოსამართლე, რომ წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოები არიან დაკავებული პირები და შესაბამისად სწორედ ეს იყო მათი საბოლოო სიტყვის მთავარი სათქმელიც. ამის შემდგომ უკვე ბრალდებულებმა დაიწყეს თავიანთი საბოლოო შემაჯამებელი სიტყვა, სადაც პირველი სიტყვა წარმოთქვა პაატა ბურჭულაძემ. მან თქვა, რომ მას თავის სამართლებელი არ აქვს და თავის თავს ხედავს ან რუსთაველზე, ან ციხეში. ამის შემდგომ კი უკვე სასამართლოს მიმართა ირაკლი ნადირაძემ, რომელსაც ასევე საკმაოდ ვრცელი სიტყვა ჰქონდა. შემდგომ კი ამ წუთებში უკვე პაატა მანჯგალაძე მიმართავს მოსამართლეს შემაჯამებელი სიტყვით. ისიც ირწმუნება სხვა ბრალდებულების მსგავსად, რომ საქმეში არ არის არანაირი მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ წარდგენილ ბრალდებაში მათ ისინი დამნაშავეები არიან, მათ შორის პაატა მანჯგალაძემ საკუთარ სიტყვაში თქვა ისიც, რომ არ არის მტკიცებულება, რომელიც მის ორგანიზატორობას დაადასტურებს. ბრალდებულს ეძლევა ბოლო სიტყვა იმისთვის, რომ მიმართლოს თავი. მე არაფერი მაქვს თავის სამართლებელი და მიმაჩნია, რომ სწორ გზაზე ვდგავარ. მთელი ცხოვრების მანძილზე ვაკეთებდი იმას, რაც იმ მომენტში სჭირდებოდა ჩემს სამშობლოს. ჩემს ადგილს ვხედავ ან რუსთაველზე, ან ციხეში. ორივე ბრძოლის ფრონტია. საქმეში წარმოდგენილი არ არის რეალური მტკიცებულება, რომ მე რაიმე საორგანიზაციო როლი და ფუნქცია გამაჩნდა 4 ოქტომბრის აქციის. ბრალდებამაც იცის, რომ არაფერი ჩამიდენია. არც ცეცხლი წამიკიდებია, არც ვინმე დამირბებია, არც მოწოდება გამიკეთებია და არც სასახლის ღობე დამიზიანებია. სასამართლო პროცესთან დაკავშირებით და 4 ოქტომბრის საქმეზე დილიდან კეთდება შეფასებები. სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ ელოდებიან სასამართლოს გადაწყვეტილებას, ასევე ამბობენ იმას, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია და ყველამ თანაბრად უნდა ააგოს პასუხი ჩადენილი დანაშაულისთვის. შესაბამისად, სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ მათ აქვთ მოლოდინი, რომ სასამართლო ერთადერთ სწორ და სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით. რაც შეეხება თავად საქმეს, მმართველ გუნდში ამბობენ, რომ თავად ორგანიზატორები, ვინც დღეს საბრალდებო სკამზე იმყოფებიან, ჯერ კიდევ 4 ოქტომბრამდე აანონსებდნენ რევოლუციურ პროცესს. ქვეყანაში და აქტიურად საუბრობდნენ ხელისუფლების დამხობის გეგმის შესახებ, როგორც სატელევიზიო ეთერებში, ასევე საჯაროდ და ამის შემდგომ უკვე მათ ჰქონდათ მცდელობა შტურმი მიეტანათ პრეზიდენტის სასახლეზე. თავად ის მოვლენები, რომელსაც ადგილი ჰქონდა 4 ოქტომბერს, ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით იყო ძალადობრივი და შესაბამისად მართლ პარტიაში ამბობენ, რომ ახლა ელოდებიან თავად სასამართლოს გადაწყვეტილებას. სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა იყო. ჯერ მთელი თვეების განმავლობაში ჰქონდათ კამპანია იმასთან დაკავშირებით, თუ რას გეგმავდნენ, რას აპირებდნენ, ამაზე აბსოლუტურად ღიად საუბრობდნენ ყოველგვარი დამალვის გარეშე და 4 ოქტომბერს დაიწყეს უშუალოდ პროცესის განხორციელება. მივარდნენ პრეზიდენტის სასახლეს, გადაანგრიეს ღობე, შევარდნენ სასახლის ეზოში და შემდეგ შესაბამისმა სამსახურებმა, რა თქმა უნდა, იმუშავეს ძალიან მაღალ დონეზე. ჩვენ ახლა ყველას მოუწოდებდით, რომ არ გადაეკლათ ისეთ ნაბიჯი, რომელიც კანონსაწინააღმდეგო იქნებოდა, თუმცა ამ ადამიანებს ახლა მესმით ჰქონდათ დავალება გარე პატრონების მხრიდან, ჰქონდათ კონკრეტული გეგმა, რომ ქვეყანაში მოეწყოთ სახელმწიფო გადატრიალება, მაგრამ შესაბამისმა სამსახურებმა, რა თქმა უნდა, იმუშავეს ძალიან მაღალ დონეზე და ყველას, რა თქმა უნდა, პასუხი მოეთხოვება კანონის
ყველა ის მცდელობა, უუნარო მცდელობა თავი გაიმართლონ, ყველაფერი დააბრალონ, ხობეს იყოს მოცემულობა, თითქოს ძალადობას იქ ადგილი არ ქონია და ეს ყველაფერი შეასახონ საზოგადოებას, არის ბუნებრივია ფიასკოსთვის განწირული. ჩვენმა ქვეყანამ, ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად იცის რა ძალები მოქმედებდა საქართველოში, უცხოეთიდან დაფინანსებული მეხუთე კოლონა, რომელიც ცდილობდა ჩვენს ქვეყანაში ძალადობრივად ხელისუფლების შეცვლას, რაც არ გამოუვიდა და დღეს ერთმანეთზე გადაბრალებებით და თავის მართლებით არიან დაკავებული. საქალაქო სასამართლოში, როგორც გითხარით, პროცესი უკვე 2 საათნახევარია მიმდინარეობს. სავარაუდოდ დღეს გამოაცხადებს მოსამართლე ირაკლი ხურცკივაძე განაჩენს ამ საქმესთან დაკავშირებით. ეს მას შემდეგ გავა მოსამართლეს ათათბიროთ, რაც ბრალდებულები საბოლოო სიტყვას წარმოთქვამენ. ამ წუთებში, როგორც გითხარით, სასამართლოს მიმართავს პაატა მანჯგალაძე. ის ერთ-ერთი ბრალდებული არის 4 ოქტომბრის საქმეზე, ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეზე და ასევე დღეს სასამართლომ უნდა გამოაცხადოს სავარაუდოდ განაჩენი პაატა ბურჭულაძის, პაატა მანჯგალაძის, ირაკლი ნადირაძის, ირაკლი შაიშმელაშვილის, ლაშა ბერიძის, მურთაზ ზოდელავას და კიდევ 4 პირის საქმესთან დაკავშირებით. როგორც გითხარით, პროცესი გრძელდება საქალაქო სასამართლოში და მას ესწრება ყველა ბრალდებული ირაკლი შაიშმელაშვილის გარდა. მადლობა ანუკა ბუავა საუბრობდა საქალაქო სასამართლოდან. 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულებს 3-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. დაცვის მხარე გამამმართველებელი განაჩენის მოლოდინშია, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ადვოკატები გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავენ. საქმეში არსებულ უტყუარ მტკიცებულებებზე საუბრობს ბრალდების მხარე. პროკურორის განცხადებით, დაკავებულების დანაშაული არაერთი განცხადებით და ვიდეო მასალით დასტურდება. მიუხედავად იმისა, ვინ არის განსასჯელის სკამზე, ვინ არის ბრალდებული სტატუსით, რა პოლიტიკური შეხედულების მქონე ადამიანი, რა სხვა შეხედულების და მახასიათებლების მქონე ადამიანი, სისხლის სამართლის კოდექსი არის უნივერსალური, ერთადერთი, კონკრეტული და ინდივიდუალური და ადგენს სტანდარტს მსგავსი სტანდარტითა შეფასების კონტექსტში იქნეს მიღებული გადაწყვეტილება. ამ კონტექსტში არ არსებობს უბრალოდ ფიზიკურად შესაძლებლობა იმისა, რომ პროკურატურის მოთხოვნა დამნაშავედ იქნეს ეს ადამიანები ცნობილი 225 და 222 მუხლით ერთდროულად არის შეუძლებელი. გადაწყვეტილება უნდა იყოს გამომართლებელი. თავად ორგანიზატორები აცხადებდნენ, რომ ისინი არიან აქციის ორგანიზატორები. ამის არაერთი უტყუარი მტკიცებულება არის, შესაბამისად აქციის ორგანიზატორებმა დაანონსეს და დააორგანიზეს ის ჯგუფური ძალადობრივი მოქმედებები, რომლებიც ორგანიზებულად ხდებოდა და ჩვენ ყველამ ერთად ვიხილეთ. არაერთი ვიდეო ჩანაწერი ლაივ რეჟიმში ნანახი ყველას მიერ თუ როგორ ხდებოდა სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ასევე როგორ დაზიანდა იქ ადგილზე ინვენტარი. ამასთანავე სასამართლო პროცესზე დაიკითხნენ პირები, რომლებმაც უშუალოდ ფიზიკური დაზიანებები მიიღეს. ამდენად სასამართლო პროცესზე ბრალდებამ გამოიკვლია ურთიერთშეთავსებადი მტკიცებულებები, რომლებიც ქმნის გამამტყუნებელი განაჩენისთვის სტანდარტს. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ახალ პატრიარქს 11 მაისს აირჩევს. სინოდის გადაწყვეტილებით გაფართოებული კრება სამების საკათედრო ტაძარში ორშაბათს გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქო სოციალურ ქსელში ავრცელებს. კრებასთან დაკავშირებული საორგანიზაციო ტექნიკური დეტალები ცნობილი გახდება მოგვიანებით, ნათქვამია ინფორმაციაში. მანამდე თემაზე ერთ-ერთი მედიის ეთერში საუბრა ახალქალაქის კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა. მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, საპატრიარქო ტახტის მოსაყრის მეუფე შიოს კანდიდატურას სინოდში დიდი მხარდაჭერა აქვს. ის ღირსეული კანდიდატია, რაც მიღებული ხმების რაოდენობითაც დადასტურდა. მიტროპოლიტმა მეუფე ზენონის კრიტიკულ განცხადებებსაც უპასუხა. მეუფე ნიკოლოზმა აღნიშნა, რომ მსგავს ბრალდებებს აუცილებლად უნდა ახლდეს დასაბუთება. მისივე თქმით, გაუგებარია, რატომ გამოაქვთ საჯაროდ ის საკითხები, რომლებზეც სინოდის სხდომებზე დაძაბულობა არასდროს ყოფილა. მეუფე შიო ღირსეული ადამიანია და დადასტურდა ეს ამ ხმების რაოდენობით, რაც მიიღო, არავინ არავის არ აძალებდა, ფარული კეჭისყრა იყო. მეუფე შიო მოცი ხმა მიიღო. მეტი არაფერი არ არის საჭირო, ხო? იმისთვის რომ დავარწმუნოთ კიდე ხალხი ამაში, რომ მეუფე შიო უნდა იყოს პატრიარქი. მე მგონია, რომ ისევ ესე მოხდება ხმათა გადანაწილება. როგორც სინოდის წევრების უმრავლესობა გადაწყვეტს, ისე იქნება.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სიტყვით გამოსვლა ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეის წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების პირველ სამიტზე შალვა პაპუაშვილმა საერთაშორისო წესრიგის კრიზისსა და შავი ზღვის რეგიონში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. მახაზი გაუსვა საპარლამენტო დიპლომატიის როლს და საქართველოს სტრატეგიულ მნიშვნელობას ევროპა-აზიის დაკავშირებადობის კონტექსტში. აქცენტი გაკეთდა შუა დერეფნის განვითარებასა და ენერგეტიკულ პროექტებზე. შალვა პაპუაშვილი მონტენეგროში შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის სტატუსით იმყოფება. მონტენეგროს ჩართვათ პირდაპირ ეთერში, სადაც მარიამ კოპალეიშვილი აშუქებს ვიზიტს. ის პირდაპირ ეთერშია, გისმენთ მარიამ. ცოტა ხნის წინ დაასრულდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სიტყვით გამოსვლა მონტენეგროში ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეის წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების სამიტზე შალვა პაპუაშვილმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ რეგიონში არსებული გამოწვევების, უსაფრთხოების დინამიკის, ხშირი ცვალებადობისა და ეკონომიკური გაურკვევლობის ფონზე რამდენად მნიშვნელოვანია ურთიერთთანამშრომლობა სახელმწიფოებს შორის, რაც არის ერთგვარი გარანტი იმისა, რომ ამ ქვეყნებს შორის კიდევ უფრო მაღალ ნიშნულზე იყოს აყვანილი თანამშრომლობა და რაც მთავარია შენარჩუნდეს ნდობა სახელმწიფოებს შორის. შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა იმაზე, რომ აქ ამ სამიტზე შეკრებილ სახელმწიფოებს აქვთ ერთი პრაგმატული მიზანი საერთო გადაწყვეტილების მისაღებად კი, რაც ყველა ქვეყნისთვის თანაბრად სასარგებლო იქნება, მნიშვნელოვანია დიალოგი და მსგავსი პლატფორმების გამოყენება იმისათვის, რომ რაც მთავარია საბოლოო ჯამში მიღწეული იყოს მშვიდობა რეგიონში. მშვიდობის წინაპირობად კი ის რამდენიმე ფაქტორს ასახელებს. პირველ რიგში ეს არის ურთიერთდაკავშირებადობა, ასევე ვაჭრობა ევროპასა და აზიას შორის და ასევე სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერება, რაც თავის მხრივ შუა დერეფნის როლის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებას გულისხმობს. საქართველოს ისტორიული კავშირები ხმელთაშუა ზღვის რეგიონთან 1000 წლეულებს ითვლის. დღევანდელი მოშლილი საერთაშორისო სისტემა გეოპოლიტიკური დაძაბულობით, ეკონომიკური გაურკვევლობითა და უსაფრთხოების დინამიკის ცვალებადობით ხასიათდება. განსაკუთრებული პატივია თქვენ წინაშე გამოსვლა პაპსეკის პრეზიდენტის პოზიციიდან, რაც მაძლევს შესაძლებლობას გავაჟღერო შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების პარლამენტარების ხმა. დღესდღეისობით ჩვენი რეგიონი მსოფლიო არასტაბილურობის ეპიცენტრშია. მიმდინარეობს უკრაინის ომი, რომელიც უკვე 4 წელზე მეტხანს გრძელდება. Როგორ შეუძლია საპარლამენტო დიპლომატიას ხელი შეუწყოს რეგიონულ მშვიდობასა და რეგიონთა შორის თანამშრომლობას, მაშინ როდესაც გლობალური ორგანიზაციები ვერ ახერხებენ შედეგების მიღწევას, რეგიონულ ფორმატებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა უკეთესობისკენ შეცვალონ რეალობა. ჩვენ გვაერთიანებს საერთო პრაგმატული ინტერესები, რომლებიც უშუალოდ ჩვენი მოსახლეობის მიერ არის ჩვენზე დელეგირებული, რადგან პარლამენტები პირდაპირ გამოხატავენ ხალხის ნებას. ხმელთაშუა ზღვის, შავი ზღვისა და ყურის რეგიონები ერთმანეთთან დაკავშირებული სივრცეებია, სადაც გაძლიერებულ თანამშრომლობას შეუძლია ხელშესახები შედეგების მოტანა. გაძლიერებული საპარლამენტო გაცვლები შესაძლოა სტაბილურობის, ინოვაციებისა და მდგრადი განვითარების ხიდად იქცეს. ეს კავშირები მშვიდობას დამატებით შანსებს მისცემს. დაკავშირებადობა ამ თანამშრომლობაში ცენტრალურ ადგილს იკავებს. სტრატეგიული სატრანზიტო მარშრუტების, მათ შორის შუა დერეფნის განვითარება ევროპასა და აზიას შორის ვაჭრობასა და ეკონომიკურ ურთიერთობებს ახლებურად აყალიბებს. ეს დერეფნები თანამშრომლობის არხებია, რომლებიც ჩვენს რეგიონებს აახლოებს და გლობალური მიწოდების ჯაჭვების მოწყვლადობას ამცირებს. ენერგიის წყაროების და მარშრუტების დივერსიფიკაცია აუცილებელია სტაბილურობისა და მედეგობის უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით ევროპისთვის. ალტერნატიულ ენერგორესურსებსა და ინფრასტრუქტურაზე თანამშრომლობის გაძლიერებით ჩვენ ხელს შევუწყობთ ეკონომიკურ ზრდას და უფრო უსაფრთხო და მდგრად ენერგეტიკულ გარემოს შევქმნით. მედეგობის გასაძლიერებლად ნდობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ ჩვენ, როგორც პარლამენტარებმა, უნდა გავაგრძელოთ ღია დიალოგი მაშინაც კი, როდესაც ჩვენი პოზიციები ერთმანეთისგან განსხვავდება. სიამაყით აღნიშნავ, რომ ამ ტურბულენტურ პერიოდში სამხრეთ კავკასიის ქვეყნების საქართველოს, სომხეთი და აზერბაიჯანი უნიკალურ სიბრძნეს, მომავლის ხედვას ავლენენ და მშვიდობის, თანამშრომლობისა და განვითარებისთვის იმედს ქმნიან. საქართველოს შავი ზღვის, ხმელთაშუა ზღვისა და ყურის რეგიონებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების ერთგულია. გვჯერა, რომ ერთობლივი მუშაობით შევძლებთ ჩვენი მოქალაქეებისთვის ხელშესახები შედეგების მიღწევას და უფრო სტაბილური და წარმატებული მომავლის ფორმირებას ჩვენი რეგიონებისთვის. სამიტში, სადაც მონაწილეობას იღებს ქართული დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, მონაწილეობას ასევე იღებს 15 პარლამენტის თავმჯდომარე, ასევე 300-ზე მეტი დელეგატი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. სიტყვით გამოსვლამდე და სიტყვით გამოსვლის შემდეგაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ჰქონდა მაღალი ტიპის ორმხრივი შეხვედრები, მათ შორის მას შეხვედრა ჰქონდა მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელთანაც.
მადლობა მარიამ კოპალეიშვილი საუბრობდა მონტენეგროდან კურიერის პირდაპირ ეთერში. სამიტის ფარგლებში მიმდინარეობს ორმხრივი შეხვედრები. შალვა პაპუაშვილი მონტენეგროს პარლამენტის სპიკერს შეხვდა. მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივ თანამშრომლობაზე. მანამდე შეხვედრა გაიმართა მალტის რესპუბლიკის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარესთან. მთავარი თემა იყო რეგიონული პლატფორმების მნიშვნელობა არსებული გამოწვევების ფონზე. ხაზი გაეცვა ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეის საქმიანობის მნიშვნელობას. ჩვენ ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა გქონდა, რომლის ძირითადი ნაწილიც მსოფლიო წესრიგის საკითხებს დაეთმო. დღეს ჩვენს წინაშე არსებული რეალობა საკმაოდ რთულია. მხედველობაში მაქვს ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება, უკრაინაში მიმდინარე ომი და სხვა რეგიონული გამოწვევები. ჩვენ ვიმსჯელეთ საერთაშორისო ორგანიზაციების ეფექტურობაზე აღნიშნული პრობლემების მოგვარების პროცესში. ხაზი გაისვა ისეთი რეგიონული პლატფორმების მნიშვნელობას, როგორიცაა ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეა. საქართველოს აუცილებლად იქნება ამ ორგანიზაციის წევრი, ასევე განვიხილეთ მალტასა და საქართველოს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები. კიდევ ერთხელ გამოვხატეთ მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებით. ესტონეთის პოლიტიკური პარტიების დაფინანსებაზე კონტროლს ამკაცრებს ინფორმაციას ქვეყნის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. ესტონეთის პარლამენტმა უკვე მიიღო საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც კრძალავს მტრულად განწყობილი მესამე ქვეყნების მოქალაქეების მიერ პოლიტიკური პარტიების დაფინანსებას. ცნობილი ხდება, რომ პოლიტიკური პარტიების შესახებ კანონში ცვლილებებზე მუშაობა ესტონეთის მთავრობამ წელიწადზე მეტი ხნის წინ დაიწყო. აკრძალვასთან ერთად ფართოვდება პოლიტიკური პარტიების დაფინანსების ზედამხედველობის კომიტეტის უფლებამოსილებები. ორგანოს უფლება ეძლევა გამოითხოვოს დოკუმენტები, გამოიძახოს ფიზიკური პირები კომიტეტისთვის ახსნა განმარტებების მიზეზად. კანონპროექტს მესამე მოსმენით საკანონმდებლო ორგანოს 50 წევრმა დაუჭირა მხარი, 22-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა. აკრძალული შემოწირულობის აღმოჩენის შემთხვევაში დონორისთვის მის დასაბრუნებლად 30 დღეა გამოყოფილი. თუ ეს ვადა ამოიწურება, თანხა სახელმწიფო შემოსავლების ფონდში გადავა. ოპოზიცია ამ უწყების უფლებამოსილების გაზრდის წინააღმდეგია და აცხადებს, რომ მისი ფუნქციები სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა უნდა შეითავსოს. ევროპა ტერორიზმის ინკუბატორი ასე აფასებს თეთრი სახლის კონტრტერორიზმის ახალი სტრატეგია ევროპულ სახელმწიფოებში არსებულ მდგომარეობას. ვაშინგტონის ანგარიში ნათქვამია, რომ ლიბერალურმა მიგრაციულმა პოლიტიკამ და კონტროლის შესუსტებამ ევროპის ქვეყნებში უსაფრთხოების სერიოზული ვაკუუმი შექმნა. ევროპა კვლავ გაძლიერდება, თუ ხელახლა დაუბრუნდება სიტყვის თავისუფლების ტრადიციულ პრინციპებს, გამართავს პატიოსან დიალოგს ისლამიზმზე, გამოყოფს საკმარის რესურსებს, თავის ქვეყნებში ტერორიზმისა და კარტელების საფრთხის შესამცირებლად, შემდეგ კი აქტიურად გაუზიარებს სადაზვერვო მონაცემებს მსოფლიოს, ნათქვამია დოკუმენტში. ევროპა დიდი საფრთხის წინაშეა, ის ერთდროულად არის ტერორისტული სამიზნეც და ტერორისტული საფრთხეების ინკუბატორიც. მიუღებელია, რომ მდიდარი ნატოს მოკავშირეები ტერორისტებისთვის ფინანსურ, ლოგისტიკურ და რეკრუტირების ჰაბებად გვევლინებოდნენ. ბოროტმოქმედ აქტორთა კონგლომერატმა და სახელმწიფო აქტორებმა თავისუფლად გამოიყენეს ევროპის სუსტი საზღვრები, რათა ევროპა გადაექციათ ხელსაყრელ საოპერაციო გარემოდ. ევროპას ჯერ კიდევ აქვს შესაძლებლობა შეცვალოს თავისი ინდივიდუალური და კოლექტიური კონტრტერორისტული ბედი, თუ კი აღიარებს რეალურ საფრთხეს და ახლავე მიიღებს ზომებს. ის კვლავ გაძლიერდება, თუ ხელახლა დაუბრუნდება სიტყვის თავისუფლების ტრადიციულ პრინციპებს, გამართავს პატიოსან დიალოგს ისლამიზმზე, გამოყოფს საკმარის რესურსებს თავის ქვეყნებში ტერორიზმისა და კარტელების საფრთხის შესამცირებლად, შემდეგ კი აქტიურად გაუზიარებს სადაზვერვო მონაცემებს მსოფლიოს. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას იმ ქვეყნებთან, რომლებსაც ესმით საფრთხის არსი, თავად გამენ საჭირო ნაბიჯებს და არ უთხრიან ძირს იმ პრინციპებს, რომლებიც განსაზღვრავს ჩვენს საერთო ცივილიზაციას. ევროკომისიამ გამოაქვეყნა სოციალური რეფორმების ახალი პაკეტი, რომლის მიზანი 2050 წლისთვის ევროკავშირში სიღარიბის აღმოფხვრა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ბარიერების მოხსნა. ევროკომისიის მონაცემებით ევროპელთა ნახევარზე მეტი შეშფოთებულია ცხოვრების გაძვირებით. ამჟამად ყოველი მეხუთე ევროპელი სიღარიბის ზღვარზეა. ბავშვებში მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალია, ყოველ მეოთხე ბავშვს დახმარება სჭირდება. ევროკავშირში 1 მილიონი ადამიანი უსახლკაროა, 93 მილიონი ფინანსურ სირთულეებს განიცდის. განსაკუთრებით დაუცველები არიან მარტოხელა დედები და მამები, ასევე 16-დან 29 წლამდე ასაკის ახალგაზრდებში შემოპირთა მხოლოდ 55%-ია დასაქმებული.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გენერალური ინსპექციის ახალი ხელმძღვანელი დავით არჩვაძე წარადგინა. გეკა გელაძემ მას წარმატება უსურვა და განაცხადა, რომ დავით არჩვაძეს ძალოვან უწყობებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, რაც გენერალური ინსპექციის საქმიანობის ეფექტიანობას გაზრდის. ამ თანამდებობაზე დავით არჩვაძემ სოსო ობულაძე შეცვალა, რომელიც საქმიანობას შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე განაგრძობს. შინაგან საქმეთა მინისტრმა სამუშაო შეხვედრები გამართა უწყების ეკონომიკური დეპარტამენტისა და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის ხელმძღვანელებთან. სულხან თამაზაშვილმა მოისმინა ინფორმაცია სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის შესახებ. თაბარი შეეხო როგორც ბიუჯეტს, ასევე მიმდინარე და განსახორციელებულ პროექტებს. მინისტრის განცხადებით, თანამშრომელთა სოციალური გარანტიების გაუმჯობესება და საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლება პრიორიტეტული საკითხია და ამ მიმართულებით შესაბამისი ღონისძიებები გაგრძელდება. კახეთის პოლიციამ ერთი პირი დააკავა განზრახყრელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა შენახვა ტარების ბრალდებით. უწყების ინფორმაციით ბრალდებულმა გურჯაანის მუნიციპალიტეტში წარსულში მომხდარი კონფლიქტის ნიადაგზე მეზობელი დაჭრა და მიიმალა. მიყენებული ჭრილობის შედეგად 36 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. დაკავებულს 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება. პეტროსადგურ სამას არაგულზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადა მოქალაქე ინგო როყოს კლინიკაში გადაიყვანა. ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სასწრაფო და სამაშველო ჯგუფები. თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა გარკვეული პერიოდი შეფერხებული იყო. სასამართლომ დამნაშავედ ცნო ორი პირი, რომელთაც ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმის ფარგლებში ბრალი წარდგენილი ჰქონდათ იარაღის ჯგუფურად შეძენა შენახვა გასაღებასა და ცრუ ჩვენების მიცემაში. გიორგი კაჭკაჭიშვილს 10 წლიანი პატიმრობა, მამუკა ბაღდავაძეს კი 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით მკვლელობის საქმეზე მათი ეპიზოდი ცალკე წარმოებად მიმდინარეობდა. გიორგი კაჭკაჭაშვილის ბრალი ედებოდა მასში, რომ ჩადენილი აქვს ცეცხლსასროლი იარაღის მარცხაწინამორბედის შეძენა შენახვა ჯგუფურად გიორგი ჯოხაძესთან ერთად. მოგეხსენებათ, გუშინ გამოვიდა განაჩენი გიორგი ჯოხაძის მიმართ, სადაც ასევე იქაც იყო ცნობილი დამნაშავედ გიორგი ჯოხაძე და დღეს სასამართლომ გიორგი კაჭკაჭაშვილის სრულად ცნო წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ. ასევე მეორე ბრალდებული მამუკა ბაღდავაძე, რომელსაც ბრალი ედებოდა დანაშაულის დაფარვაში და გამოძიებისათვის ცრუ ინფორმაციის მიწოდებაში, სასამართლომ წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე მის მიმართაც დაადგინა გამომტყუნებელი განაჩენი. მოცემულ საქმეზე არსებობდა მოწმეთა ჩვენებები, ექსპერტის დასკვნები, ვიდეო მასალა, ფარული საგამოძიებო მოქმედების სამსახური ინფორმაცია. საქართველოს დელეგაცია იუსტიციის მინისტრის მოადგილის ხელმძღვანელობით მიგრაციის მიმოხილვის საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობს, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტის და მიგრაციის ქსელის ორგანიზებით იმართება. ფორუმის მიზანია გამოცდილების გაზიარება. გიორგი დგებუაძემ შეხვედრა გამართა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის დირექტორის მოადგილესთან. ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელობა. ამ ფორუმის ფარგლებში მქონდა შესაძლებლობა შევხვედროდი მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის მოადგილეს, რეგიონულ დირექტორს. ჩვენ მათ მადლობა გადაუხადეთ საიმედო პარტნიორობისთვის მიგრაციისა და ტრაფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში. ყურადღება გავამახვილეთ კოორდინაციის მნიშვნელობაზე და გაეროს მდგრადი განვითარების პრინციპების დაცვაზე. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან თანამშრომლობა ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ჩვენ გვაქვს კარგი გამოცდილება როგორც პოლიტიკის მართვის კუთხით, ასევე მიგრაციის საკითხებზე სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვების და დამუშავების მიმართულებით. ვფიქრობთ, რომ ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა იმისთვის, რომ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებმა ერთმანეთს გაუზიარონ საკუთარი მიღწევები, ასევე ერთობლივად იმსჯელონ იმ გამოწვევებზე, რომელიც ყველა ქვეყანას აერთიანებს და მათი გადაჭრისთვის აუცილებელია ქვეყნების ერთობლივი ძალისხმევა. აძალდების რაიონში კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე ეწყობა. ზღვისუბნის დასახლებაში სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. 4000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები შესრულდება. მოეწყობა მოედნები, ატრაქციონები, მოსასვენებელი და სავარჯიშო სივრცეები. პროექტის ღირებულება 800,000 ლარია. აღნიშნულ ტერიტორიას საკმაოდ საინტერესო ისტორია აქვს. ეს წინა ხელისუფლების პირობებში გასხვისებული იყო იმისთვის, რომ აქ სამშენებლო სამუშაოები განხორციელებული იყო, თუმცა ჩვენ ადგილობრივ მოსახლეობას დავპირდით, რომ აღნიშნული სივრცე დაუბრუნდებოდა მუნიციპალიტეტს. ჩვენი
პირობა და სიტყვა შევასრულეთ. აქ მცხოვრებ ოჯახებს, ადამიანებს ექნებათ ძალიან ლამაზი მოწესრიგებული სივრცე, სადაც ისინი შეძლებენ დასვენებას, ვარჯიშს, განტვირთვას, ყველანაირად მოწესრიგებული იქნება. ხორციელდება ყველანაირი ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, მონტაჟდება საფეხმავლე ბილიკები, მოსასვენებელი ადგილები, სრიძბოლი მონტაჟდება, ასევე ტრენაჟორები, ლედ-განათება, აუცილებლად დამონტაჟდება სათვალთვალო კამერები და სხვადასხვა ხელმცენარეები. ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის რეკრეაციული სივრცეების მოწყობა ზღვის უბანში, ვინაიდან ძალიან დიდი რესურსი აქვს ზღვის უბანს, შესაბამისად საჭიროებს მოწესრიგებას, ადამიანები კმაყოფილები არიან, მოსახლეობა მით უმეტეს ახალგაზრდები, ბავშვები მოვლენ გაერთობიან, აშენდება სტრიტბოლის სტადიონი, ასევე ტენისის მაგიდები დაიდგმება, გამწვანდება, გალამაზდება, ქაურობა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე დაბა ხულოში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და განახლებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა. მთავრობის თავმჯდომარემ მოქალაქეებს ესაუბრა, რის შემდეგაც საბაგირო გზის მონაკვეთი და განახლებული სკვერი დაათვალიერა. ინიციატივები, თქვენი გვერდში დგომა, ხარდაჭერა, თქვენი რჩევები ჩვენთვის, ხელისუფლებისთვის, მთავრობისთვის არის უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი. მე მქონდა გუშინ შესაძლებლობა გამემართა შეხვედრები სხვადასხვა უწყებებში, სამინისტროებში და დამერწმუნე ძალიან ყურადღებით მოვისმინე თუ რა გაკეთდა, რას გეგმავთ ხულოს მუნიციპალიტეტში. რა თქმა უნდა, ამასთან ერთად დასაქმება, რა თქმა უნდა, მეტი წარმატებული პროექტები. უყურებთ კურიერს 3 საათზე რეკლამის შემდეგ პირდაპირ ეთერში ბრუნდებით. დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანთან გამართული კონსულტაციები პროდუქტიული აღმოჩნდა და სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა რეალურია. ამერიკის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ თეირანი ბირთვულ იარაღზე უარის თქმას დათანხმდა. თავის მხრივ ირანის ხელმძღვანელობა ადასტურებს, რომ აქტიურად სწავლობს ვაშინგტონის ახალ წინადადებას და საკუთარ პოზიციას უახლოეს პერიოდში პაკისტანელი შუამავლების მეშვეობით დააფიქსირებს. გამოცემა აქსიოსის ინფორმაციით მხარეები ახლოს არიან ომის დასასრულებლად საჭირო მემორანდუმის გაფორმებასთან, რომელიც ითვალისწინებს ურანის გამდიდრების შეწყვეტას, ამერიკული სანქციების მოხსნას და ორივე მხრიდან ჰორმუზის სრუტეში ტრანზიტზე დაწესებული შეზღუდვების გაუქმებას. ერთი კვირის განმავლობაში რუსეთის ძალების თავდასხმებს უკრაინაში 70 მშვიდობიანი მოქალაქე მსხვერპლა და შეუძლია 500-ზე მეტი. მონაცემები გაეროს ადამიანის უფლებათა და სადამკვირვებლო მისიამ გამოაქვეყნა. ამ ფონზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ყველა აკრედიტებულ დიპლომატიურ მისიასა და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლობას კიევიდან პერსონალის ევაკუაციისკენ მოუწოდა. უწყების სპიკერმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ 9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების დღეს უკრაინა მოსკოვზე იერიშს მიიტანს, რუსეთის მხრიდან დარტყმა გარდაუვალი გახდება. UFC-ის ტურნირის მონაწილეებს დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში უმასპინძლა, მათ შორის იყო ილია თოფურია. ამერიკის პრეზიდენტი ქართულ სპორტსმენს ესაუბრა, მიღება 14 ივნისს. თეთრი სახლიდან UFC-ის საჩვენებელ ტურნირს უკავშირდება ამ დღეს ამერიკის დროშის დღე აღინიშნება, თარიღი ემთხვევა დონალდ ტრამპის დაბადების დღესაც. ტრამპმა ტურნირის დეტალებზე ისაუბრა, წარმოადგინა საპროექტო ფოტოებიც, როგორ განთავსდება ოქტაგონი თეთრი სახლის ტერიტორიაზე. I'll give you that. I think you'll probably be able to. ამერიკული გამოცემები Newsweek და Forbes-ი თბილისში დაგეგმილი მასშტაბური პროექტის თბილისი დაუნთაუნის შესახებ პირველ ვიზუალურ მასალას აქვეყნებენ. პროექტის საერთო საინვესტიციო ღირებულება $2 მილიარდ შეადგენს და ის დედაქალაქის ცენტრში დაახლოებით 600,000 კვადრატულ მეტრ ფართობს მოიცავს. მულტიფუნქციური კომპლექსი სულ 6 ნაგებობისგან შედგება და გაერთიანებს ბიზნეს სივრცეებს, სასტუმროებს, სავაჭრო ცენტრებს და კვების ობიექტებს. პროექტის არქიტექტურაზე მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია Gensler მუშაობს. Forbes-ი წერს, რომ Trump Tower თბილისი 70 სართულიანი მრავალფუნქციური სათამრჯენი იქნება, რომელიც თბილისის ცენტრალურ პარკს გადაყურებს და $2 მილიარდ პროექტის თბილისი დაუნთაუნის ნაწილია. პროექტი დონალდ ტრამპის საოჯახო კომპანიის ლიცენზიით ხორციელდება. რენდერზე, რომელიც Newsweek-ს გადაეცა, კომპლექსის ცენტრში აღმართული სათამრჯენი ჩანს, რომლის ზედა ნაწილზეც ოქროსფერი ასოებით დატანილია სახელი ტრამპ.
სათამბჯენი ხეებისა და მთების ფონზე თბილისის პანორამაშია აღმართული. Trump Tower თბილისი დაახლოებით 70 სართულიანი იქნება და დასრულების შემდეგ საქართველოს ყველაზე მაღალი შენობა გახდება. თბილისი დაუნთაუნის პროექტი 6 კოშკს მოიცავს, რომელთა ცენტრალური ელემენტიც სწორედ Trump Tower-ია. კომპლექსი თბილისის ცენტრში დაახლოებით 600,000 კვადრატულ მეტრზე გადაჭიმულ ტერიტორიას მოიცავს და ცენტრალურ პარკზე პანორამულ ხედებს შესთავაზებს მნახველს. დეველოპერული გუნდის თქმით, პროექტის მიზანია ხაზი გაუსვას თბილისის როგორც მნიშვნელოვანი ბიზნეს ჰაბისა და აღმოსავლეთ ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი კარიბჭის სტატუსს. თელავში ერეკლე მეორის შესახებ ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში მკვლევარებმა ისაუბრეს ერეკლე მეორის ცხოვრებაზე, მოღვაწეობასა და მის ისტორიულ მემკვიდრეობაზე. ღონისძიებას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები და სასულიერო პირები ესწრებოდნენ. მისასალმებელია, როდესაც ასეთი წარმომადგენლობითი კონფერენცია ტარდება და რომელიც ეძღვნება ჩვენ ღვაწლმოსილ და ყველასთვის უსაყვარლეს ისტორიულ მეფეს, ერეკლე მეორეს, რომელმაც წარუშლელი კვალი დატოვა საქართველოს ისტორიაში, მის დამოუკიდებლობის გაძლიერებაში, მის წინსვლასა და ქართველი ერის შემდგომ განვითარებაში. ძალიან მნიშვნელოვანი არის დღევანდელი კონფერენცია მეფე ერეკლესთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ მოუკლევა იმ პერიოდის, კიდევ ერთხელ მოუკლევა მეფე ერეკლის მოღვაწეობის. თელავი კახეთის გული მასპინძლობს სამეცნიერო სიმპოზიუმს, რომელიც მიეძღვნება ერეკლე მეორეს. მნიშვნელოვანი არის ეს თარიღი განსაკუთრებით იმ კუთხით, რომ ნებისმიერი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს სამეცნიერო კვლევაზე დაფუძნებულ მიგნებებს და დღეს სწორედ ეს თარიღია. დღის სხვა სიახლეებს გაიცანით ჩვენ ვებგვერდზე rustavi2.gi ან დასკანერეთ QR კოდი და შემოგვიერთდით Facebook-ზე. გურიელი გემშვიდობებად 6 საათით.